ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა. კობახიძის გადაწყვეტილებით პოსტიდან ასევე გათავისუფლდა რუხაძის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე. ამასთან 28 ივლისს გამოცემული კიდევ ერთი ბრძანებით ირკვევა, რომ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა. მინისტრის მოვალეობას ახლა სწორედ ის შეასრულებს. კიკნაძე ამ დრომდე უწყებაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, რაც უკავშირდება თინათინ რუხაძის გადადგომა რეალურად. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუხაძე პროკურატურისკენ მიმავალ გზას ადგას. გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე Facebook-ის პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ქართული ოცნება იხრჩობა კორუფციაში. ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხალხის ფულის გაყოფაში და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად გუნდში ივანიშვილის კარზე გადაწყვეტენ, რომ ვიღაც უნდა გაიწიროს, ხედავთ ხოლმე, რომ ან თანამდებობას ატოვებინებენ, ან საერთოდაც ციხის გზას გაუყენებენ ხოლმე. ამ სისტემურ კორუფციას არ უშველის ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება. სისტემური კორუფცია დამარცხდება ამ ქვეყანაში ქართული ოცნების რეჟიმის ცვლილებასთან ერთად. ერთ აქტს ვერ დამისახელებთ, ერთ ფაქტს ან ერთ შემთხვევას, რომ კულტურისთვის ამ ადამიანმა რამე გააკეთა. მეცაც გეტყვით, ამ ადამიანს კულტურის მინისტრობა ბრჭყალებში მოუწია იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების აშკარა ტერორი მიდიოდა თეატრებზე, მსახიობებზე, თავისუფალ შემოქმედებაზე, მწერლებზე და ასე შემდეგ. მას სიტყვა არ ამოუღია კულტურის მუშაკების დასაცავად. ეს არის პარტიულ ვერტიკალს დაქვემდებარებული ხელისუფლება, სადაც მინისტრებს საერთოდ პოლიტიკის განსაზღვრის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია და ერთადერთი მათი საოპერაციო რეჟიმი არის მსახურება. ერთი ადამიანი გულშემატკივარი არ აღმოაჩნდა კულტურის მინისტრს, რომელიც დაწერდა, რომ მან რაღაცას მიაღწია ამ კულტურის სფეროში და მადლობა გადაუხადა ამ გაწეული შრომისთვის. ყველაზე ცუდი მინისტრი იყო ალბათ კულტურის სფეროში. თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 28 ივლისს განაცხადა. განცხადება სამინისტროს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მან გამოცხადებული ნდობისთვის ირაკლი კობახიძეს, მთავრობის წევრებსა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რჩება გუნდის მხარდამჭერად. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როდესაც ის იყო მინისტრი, აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და მას ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბუნებრივია დეტალებში არ შევალ და არანაირი საფუძველი იმის, რომ ჩვენ ამაში ეჭვი შევიტანოთ, არ გვაქვს. მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ხა კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, ბუნებრივია ნაადრევია ამასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადების გაკეთება. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, პრობლემები არსებობს, ამას სჭირდება მუშაობა, ერთობლივი, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე და ბუნებრივია ახალ მინისტრს უსურვებ, რომ ამ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით იმუშაოს. თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტს 2024 წლის 18 ოქტომბრიდან იკავებდა.